გასწორებს. პირველად როგორც კი ჩავუარე აქაურებას ძალიან მომეწონა საქანელები და დამშრალია ყველაფერი გუშინდელი ძალიან ძლიერი წვიმის შემდეგ და მაინც როგორი სილამაზეა. საქართველოს დროშაც? საქართველოს დროშა. აღმოჩნდა რომ დღეს ყოფილა მეფის კორონაციის დღე და არის 3 დღიანი დასვენების პერიოდი და მოვედით მიზის განსახანგრძლივებლად და არ ვიცოდით. და თითო გადასცემულ დღეზე 40 ლარიანი ჯარიმა არის. ერთ ადამიანს. ეხლა წარმოვიდგინე ჩვენი პოლიტიკოსების დანიშვნის თარიღებს რა ნიშნავთ. ხედა მე და გიორგის ესეთი შეიძლება არაპოპულარული და არასასიამოვნო თეორია გვაქვს, რომ რაც უფრო მეტი არ დადეგები და დასვენების დღე ქვეყანას, მით უფრო ღარიბია. აი, ოღონდ მიზეზი მიეცი ხალხს, რომ დაისვენოს და მეგონა რომ საქართველოში ხომ მაგით ძალიან შორს ვართ, ძალიან ბევრი დასვენების დღე გვაქვს და ეხლა დაგუგლეთ ტაილანდის დასვენების დღეები. ოღონდ მიზეზი მიეცი.